მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი გთავაზობთ სტუმარს გიორგი ათაზის. გიორგი, მიხარია რომ კიდევ ერთხელ ხარ ჩემთან. სალამ. და მას შემდეგ რა ჩვენ გადაცემა ჩავწერეთ. მე მგონი კიდე გავუარეს და რაღაცა მდგომარეობა ხო? და ცოტა უფრო მეტი კურიოზული, ასე თქვა, ტონებით შეიძინა. შეიძლება ეგრეც ითქვას. კი. მოდები თემაზე გადავიდეთ. ახლანდელი ვითარება. ირან, ამერიკის შეერთებული შტატების ომი. და მაყურებლებს მინდა აუხსნა, რომ გიორგი გახლავთ ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ჩვენ გავაანალიზებთ ირან-ამერიკის ომს და ამ კონტექსტში რა თქმა უნდა განვიხილავთ ჩვენს რეალობას, აქაც რაღაცა გარკვეული რაღაცა ძვრებია. ვერ ვიტყვი რომ ტექტონიკური ძვრებია თავად ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ასე ვთქვათ სივრცეში, მაგრამ რაღაცა ცვლილებები შეიძლება შედგეს. ან დაილანდოს რაღაცა კონკრეტული პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა ჩვენს ხელისუფლებასთან და რა შეიძლება დაილანდოს, მოდი ამაზე ჩვენი სპეკულაციებიც გამოვთქვათ. ახლა როგორი ვითარება? ფაქტობრივად ესე იგი ბოლო დღეები განსაკუთრებით ჩვენ ანუ ფართო საზოგადოება ზოგადად ყველა ვინც ახლა სფეროთი არის დაინტერესებული რაღაცა დავიკარგეთ lost in translation რო ითქვა ტრამპის თარგმანში ვართ დაკარგულები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცა განცხადებებს აკეთებს, რომელიც აი თავი და ბოლოს სწორედ მიყოლა, არ არის მარტივი ამოცანა. როგორც უშუალოდ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, ისე ზოგადადაც ხო? და არაერთი მიმართულები ხან ევროპას გადასწრება, ხან მის ყოფილ მოქმედ მოკავშირეებს და მთლიანად კონფლიქტის მიმდინარეობას ხან განსხვავებულ მიზნებს წარმოგვიდგენს. ხან გვეუბნება რომ მოლაპარაკებები მიდის, ხან რომ ეს არ მიდის და ნუ მოკლედ. საერთო ნიშნით ახლა დგომა ესე ფაქტობრივად ისე განვითარდა მოვლენები, რომ ჩვენი გადაცემა ვიღაცამ რო უყუროს და პირდაპირ ახლა გადააბას ის რასაც ვისაუბრებ, გარკვეული მოვლენათა განვითარება იქნება პირდაპირ. იმიტომ რომ შინაარსობრივად ფაქტობრივად წინაპირობები ჩვენ დაპირისპირების ლოგიკა რატო არის ინტერესების რა ხდება გლობალურ სურათში, ფაქტობრივად ვისაუბრეთ ყველაფერს. და იწვა ხა ის მოქმედებები. მოქმედებები რომლის მიზანიც ბეპირადა თავინა ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ მიზნებთან მიმართებაში ჰქონდა. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ და თქვენთანაც ვისაუბრეთ, რომ ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო და როგორც ჩანს ის დასახული მიზნები ეს მარტივად მიღწევადი არ აღმოჩნდა, როგორც ჩანს კი არა და ფაქტის სახეზე არის. მოდი ესე ვთქვათ, ეხლა დაახლოებით ვართ გარდამავალ მომენტში ჩემი შეფასებით, როდესაც აი ხელახალი ალბათ მეორე ფაზა უნდა დაიწყოს ამ კონფლიქტის. იმიტომ პირველი ფაზა იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეულწილად ისაც მიღწევა შეიძლებოდა პირველ ეტაპზე მსახაერო მხოლოდ საჰაერო იერიშებით დიდი ნაწილი გარკვეულწილად მიღწეულ იქნა, მაგრამ შედეგები არის გარკვეულწილად არადამოკმაყოფილებელი, როგორც სამხედრო ჭრილში, ისე პოლიტიკურ ჭრილში. პლუს ამას დაგვემატა, რომ ორმუზის ჩაკეტვა, ფაქტობრივმა ჩაკეტვა დაიწყო თავისი შოკური ეფექტების მოხდენა გლობალურ ეკონომიკაზე, მიწოდების ჩაჭრაზე პირველ რიგში, თქო უნდა ენერგორესურსების და არა მარტო, იმიტომ რომ რეგიონიდან სხვა მნიშვნელოვანი რესურსებიც მოძრაობს და უშუალოდ ეხლა როგორც ჩანს იმისათვის, რომ გაცხადებული მიზნები უფრო რეალისტური გახდეს, უფრო მეტი ძალისხმევის გაღება მოუწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაში, რომელიც უფრო გარკვეული სპეცოპერაციის თუ შეზღუდული ამოცანების ოპერაციის ფარგლებში არა იმ ფართო მასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის გაგებით, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში გვინახავს და გვახსოვს. აი წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ძალიან ურთიერთსაპირისპირო ის არის. ფაქტობრივად თეთ განცხადებაში იმასაც ვიტყვი, ითქვა, რომ 13,000-ზე მეტი საჰაერო იერიშებიდან სამიზნე იქნა განადგურებული. ერთ-ერთ განცხადებაში დაზვერვის ამერიკის შეერთებული შტატების ამავდროულად ნათქვამი იყო, რომ დაახლოებით 30%-ზე ცოტა მეტი განადგურდა ირანის არაკეტო შეიარაღების, ანუ 13,000 იერიში დაჭერდა დაახლოებით 30%-ის განადგურებას და თანამედროვე ტრამპმა გითხრა, რომ კიდე მინიმუმ მის ადმინისტრაციამ მინიმუმ 3,000 ობიექტი უნდა იყოს კიდე განადგურებული და 13,000 პროცენტულად გამოდის. ხო, ანუ რეალ კი შეეზღუდა მკვეთრად ირანის სარაკეტო არსენალი
გამომწყდაულია მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ გამოყენებას ვერ ახერხებენ, მაგრამ საცავებშია, მაგრამ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ რა ქვია, დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, რომლის შედეგადაც უარს იტყვიან ვირტუალ პროგრამის განვითარებაზე, უარს იტყვიან მისი პროქსი პოლიტიკური ჯგუფების რეგიონში, ასე ვთქვათ, დაფინანსებაზე და მფარველობაზე, ის რომ სრულად განადგურდებოდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, მასთან ერთად არმია, ფლოტი, ეს მიზნები ჯერჯერობით არ არის მიღწეული, არაფერს ვამბობ რეჟიმის ჩამოსვლაზე და ცვლილებაზე. ხო, ყველაზე რთული მომენტი თავად აი ამ ომის ანალიზში არის თავად ომის გამომწვევი მიზეზი. საქმე იმაში, რომ ტრამპი არ აღმოჩნდა თანმიმდევრული, ანუ იმ საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში, ანუ ერთგვარ მოკავშირეების შეძენის პოლიტიკაში, იმიტომ რომ სანამ თავად აი ამ კონფლიქტს პრაქტიკულ ასე თქვა ასპექტში გადაიტანდა, მანამდე პოტენციურ მოკავშირეებს აი ყველაზე უცნაური, ყველაზე აი ყოფითი სალანძღავი სიტყვებით მიმართა და ეს იყო აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და აქედან გამომდინარე ჩემი ვარაუდით ვასკვნე რომ იმ მომენტში ტრამპს ალბათ არ ქონდა კონკრეტულად განზრახული იმ ახლო მომავალში, იმ მოცემულ მომენტში შესაძლებელი კონფლიქტი ირანთან. ალბათ თუ რაღაცა საღიაზრი არსებობს, მაშინ რაღაცებზე თავს შეიკავებდა, ხო? მაგრამ ნუ ეს შეიძლება დაუშვათ, რომ დაგეგმული კონდეს და მაინც ესე ილაპარაკოს. ესე მიზნებთან მიდიხარ, აი რა მიზანი. ხო, მიზანი. აი მიზანის კონკრეტულ განსაზღვრაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შეეძლო გამომდინარე აი აქციების დაშლის ასე თქვათ მეთოდისა, სადაც რამოდენიმე ათასი მოქალაქე, ირანის მოქალაქე იქნა დაღუპული, ხო? ამ ფაქტიდან შეექმნა დაახლოებით პრეცედენტი, რომელიც ისტორიაში ჩვენ გვაქვს იუგოსლავიის კონფლიქტის სახით, სადაც ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, რაც იქ ხდებოდა, ეგ ანტირეკორდები მოიხსნა, ხო? რაღაცა ყველაზე დიდი საშინელებების რაც შეიძლება ჩატარებულიყო, ამდაგვარი, ასე თქვათ, პოლიტიკური ლეგიტიმაცია შეეძინა ამ კამპანიას და აქედან გამომდინარე შეექმნა მოკავშირეების ბაზა, რომ ჩვენ დავუშვათ აი ამ ადამიანის წინააღმდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უნდა ვაგებინოთ პასუხი. მაგრამ აი ტრამპის ადმინისტრაციაში ეს კონკრეტული მიმართულება ნახსენები იყო, მაგრამ არ იყო ხაზგასმული, ხო? და მეორე, ანუ ომს ვიწყებ და ამ ომს ვიწყებ კამპანიაშიც საკმაოდ ცალსახად ჩანდა ეს ირანული ნავთობით დაინტერესებული, ასე თქვათ, კონკრეტული განცხადებები, რაც უკვე ძალიან კერძო მერკანტიული ინტერესი არის და აღარ არის უკვე დიდი იდეალისტთან დაკავშირებული ინტერესები და ეს მტაცებლური უკვე ომის ფაქტი თუ კი დარეგისტრირდა საერთაშორისო სისტემაში, მაშინ ეს ომი შენი ომია. ჩვენი ომი ეს ვერ იქნება. ანუ აქ არ იყო ეს თანმიმდევრულობა და ახლა რისთვის იბრძვის? აი კონკრეტულად აქედან გამომდინარე, ერთიც ქონდა, მეორეც ქონდა და როგორი არგუმენტაცია აქვს? რას ვაპირებთ ჩვენ ირანში? აი რა არის ამერიკის პოზიცია? პრაგმატულად რო შევხედოთ იმ კონკრეტულ მომენტში დროის, ოდესაც ეს გამოსვლები იყო არ იყვნენ მზად, წმინდა სამხედრო თვალსაჩინო ოპერაციის ჩასატარებლად. ეს იყო მოულოდნელად, მეტნაკლებად მოულოდნელად განვითარებული შიდა მოვლენები. ვერ დაამტყებდნენ ეს სწრაფად იქ სამხედრო მოქმედებებს, იმიტომ რომ მე რა ძალთა გადასროლაც იქ დაჭირდა, ფაქტობრივად ნახეთ ხო რამდენიმე თვე გამოვიდა დაახლოებით. რომ თქვათ ასე თქვათ მოეზიდა ოპერაციაში ჩართვისთვის საჭირო ძალები. იცი რა არის მე ვფიქრობ რომ მე რო ვახსენო რომ გზაგასაყარზე ვართ, აი ხა უნდა გამოჩნდეს რეალური მიზნები საბოლოო ჯამში რაზე გაიწევს ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი და ტრამპის ადმინისტრაცია. ეს ერთი და მეორე ხა იდეალებთან ძალიან შორს არის თვითონაც და საერთაშორისო ურთიერთობების გადმოსახედიდან ამბობ. ეს ადმინისტრაციაც მithumetes ამაზე ღიად ამომდენა ჩვენც ვახსენეთ ხო რომ ფექსეტს და სხვაების ხაზგასმით ამომდენა და ამთავრდა დაგებულებების საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს იდეალიზმი მარტო ნორმა იმ თვალსაზრისით არ არის რომ თქვათ რეაგირება ქონდეს შე როგორც ახსენე იუგოსლავიაში იყო თქვათ ირანში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე როდესაც სამხედრო კამპანიას იწყებ თვითონ ამ კამპანიასაც აქვს თავისი წარმოების ნორმები და სტანდარტები და
ჩვენ ირანში თუნდაც ამ თვალსაზრისით რომ შეხედო უპრეცედენტო რაღაცები ვნახეთ, ანუ პოლიტიკური ლიდერშიპის ესეთი ფორმით ლიკვიდაცია, აქამდე მე საერთოდ არ მახსენდება უახლოეს სამხედრო ისტორიაში რა, ანუ რამდენიმე შლეიფი რომ მოეხსნათ ესე თქვა თანამდებობის პირების, ხო, მე ცალკე საკითხი არის ისინი რა დანაშაულს ის თქვა მატარებლები იყვნენ თუ რა რეჟიმს ემსახურებოდნენ და ასე შემდეგ, ხო? ეს ერთი საკითხი არის, მაგრამ მსგავს რეჟიმებთან მოქცევასაც სჭირდება თუ შენ გული შეკტივა იმ იდეალიზმზე და სამართალზე გარკვეული პროცედურების დაცვა თუნდაც როდესაც ჯერ კიდე ავღანეთის კამპანიას აპირებდნენ, ხო? მობილიზირებული იქნა საერთაშორისო თანამეგობრობა კოალიციის გადაწყვეტილება იყო, გაეროს რეზოლუციები იყო, ნატოს მეხუთე პუნქტი ამოქმედა და ასე შემდეგ და ასე იყო. აბსოლუტური ლეგიტიმაცია, აბსოლუტური ისხა და იქაც ადგილზე ეს როე რასაც ქვია rules of engagement, ანუ საცეცხლის შეხება წესები, ხო? ცდილობდნენ რომ დაეცვათ მიუხედავად ახლა ბევრი დარღვევებისა, მაგრამ საერთო ნიშნით ამ საერთაშორისო კამპანიების ერთ-ერთი ასე ვთქვათ, დამახასიათებელი თვისება ერაყსა და ავღანეთში დოქტრინალური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის იყო ის, რომ ხაზი გაესვა როგორ უნდა ადგილზე, მიწაზე, როგორ უნდა აწარმოო ომი ისე, რომ არ იქცე რაღაცა დამნაშავედ შენ თვითონაც, როდესაც ესეთ რთულ პირობებში გიწევს მოქმედება, სადაც სამოქალაქოი ძალიან დიდია. დიახ, ერაყშიც რო გავიხსენოთ, ერაყის კამპანიაც იქ აღარ ქონდა ნატოს მხარდაჭერა, კერძოდ გერმანიას და საფრანგეთის ადმინისტრაციას ჰქონდა აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია და ამერიკის შეერთებულ შტატებს იქაც გაეროს ასე ვთქვათ მხარდაჭერაც არ ჰქონდა ამ მიმართულებით, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის მიუხედავად, რომ არ ყოფილიყო აგრესორი, თუნდაც ჰქონოდა ლეგიტიმური მიზნები და მიზეზები, რომელშიც გამოძიებას დაუშვათ მიყავდა 9/11-ის ფაქტის ასე ვთქვათ დამნაშავეები, თუნდაც ერაყის მიმართულებით და პლუს ის საომარი კამპანიაც, რომელიც ქიმიური იარაღთან იყო დაკავშირებული, გამოყენებული იყო, რომელიც არ აღმოჩნდა, ხო? ხო, არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს რეალური საბაბი არ აღმოჩნდა მართალი. დიახ, მაგრამ ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი. მოუწია კოალიციის შექმნა. ამ კოალიციაში ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, მაყურებლებს მინდა გავახსენო. სურველთან. დიახ. და ანუ მაინც შეიქმნა საერთაშორისო საზოგადოების კამპანია, მაინც შეიქმნა პოლიტიკური ესეთი პლატფორმა, რომ ეს არის კაცობრიობის პასუხი და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების აგრესია დაუშვათ, ანუ შურისძიება კონკრეტულ რაღაცა აგრესიაზე. აქ ანუ ერთად დაინტერესებულია ახლა ალბათ ისრაელი ნებისმიერ მსგავს ასე თქო ჯგუფში მონაწილეობაზე და მეტი არავინ. და იმ შენიშვნაზე რატომ არ გაგვაფრთხილე კი, მაგრამ და აი რა კურიოზული პასუხი იყო, მე ესეთი პასუხი, აი უბრალოდ ეს არ არის პრეზიდენტის პასუხი, ესეთი პასუხი შეიძლება სკოლაში მოსწავლის გარეშე. ხო, ნუ აი ესე დროში ვცხოვრობ, ესეთი პოლიტიკური ლიდერი არის ხა ამერიკის სათავეში, სხვაგანაც არ აკლებენ ოდიოზური ფიგურები, პირველად ხა პოპულისტური და ესეთი ოდიოზური პოლიტიკოსების დროა შეიძლება ითქვას. ძალიან ბევრ სხვადასხვა ადგილებში დედამიწის აქედან გამომდინარე ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ თვითონ ტრამპის ფენომენი და მისი ირგვლივ და მისი პოლიტიკური გუნდის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია და ის რასაც ის თუნდაც შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით ცდილობს გააკეთოს და რამდენი კონტროვერსიული გადაწყვეტილება აქვს მიღებული და თვითონ ამ ხილად წინააღმდეგობა ამერიკის საზოგადოებაში ეხაც ვნახეთ ხო მილიონიანები გამოსვლები იყო ქალაქებში და ამ შემდეგ ამიტომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ძალიან არატიპიური და რაღაცა შეიძლება გარდამტეხ მოვლენებსაც კი უყურებთ. მე არ შემეშინება ამ სიტყვის ხმარება, იმიტომ რომ გარკვეული მოვლენები და ის გადაწყვეტილები, რაც ტრამპი ცდილობს გაატაროს, ის თუ რეალიზდება მას შორს მიმავალი შედეგები ექნება თვითონ ამერიკის პოლიტიკურ სისტემაზე. ამ ხრივ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ბუნებრივია მე ყველაზე მოახდენს გავლენას, იმიტომ ისაც ხდება ამერიკაში, გავლენას ახდენს ყველაზე ეს არ არის რაღაც პატარა სახელმწიფო ხო? ყველას გასვლის. ამიტომ ძალიან კომპლექსური ვითარება არის და ეხლა ისე რომ დაუბრუნდოთ იმ კითხვას თავში ხო აი მიზანი კიდე რა მოძრავებს გამოჩნდება ძალიან მალე. მე ვფიქრობ რომ თუ სამხედრო კომპონენტის სამხედრო კომპონენტის ჩართვის მიზანი გახდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ასე ვთქვათ დებლოკირება თუ როგორ აქვს ქართულად სწორედ განბლოკვა თუ ბლოკადის მოხსნა ხო ეს თავისთავად არ იქნება მარტივი ამოცანა იმიტომ რომ სამხედრო ასე ვთქვათ ხასიათის რა ტიპის მოქმედებები იქნება ისინი კონსულებს დაიკავენ სრუტეს გარშემო ეცდებიან უსაფრთხოების ზონა
შექმნან, რა ნაწილის აქვია დაკავება დაჭირდებათ, შეიძლება ოკუპირებას რა ტერიტორიების, ხო, ძალიან ბევრი კითხვა არის. მე ეს არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ თუ ეხა რაკეტებით ესვრის ის პირდაპირ წტომის ქვეშ მოხდება მე ირანის სამხედრო ძალების. რა უკვე აი სახმელეთო ძალიან ახლო და საშუალო დისტანციაზე მოქმედების სისტემა არტილერიის ცეცხლის ქვეშ შეიძლება მოყვეს. მაღალი რისკები არის, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის რა. საბოლოო ნიშნით თუ ესენი გაიწევენ ეს ახმელთა ოპერაციის და ამ ტერიტორიების დაკავებას ეცდება, მაშინ მას უნარი უნდა კონდეს და აქ არ უნდა შეცდნენ, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ აი ამ პერიმეტრის. და რაღაცა ეს იქნება სცენარი, სადაც ამერიკა ფაქტობრივად ორმოზის სრუტეს გააკონტროლებს, როგორც ასეც რა, პირდაპირ კონტროლის თვალსაზრისით. რაც რა თქმა უნდა ახლა ჩინეთის საწინააღმდეგო ნაბიჯიც იქნება თავისი შედეგების თვალსაზრისით, მაგრამ გამოვა თუ არა ეს როგორ აფასებენ ახლა ისინი თავის შესაძლებლობას რომ რაღაცა მსგავსი გაიწიონ, მე ეს არ ვიცი, ეს ართული სათქმელი ახლა შეიძლება სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდეს ძალიან ვიწრო დარწმუნება ვიწრო წრემ ჯგუფი ძალიან ვიწრო ჯგუფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რა არის შემდეგი ნაბიჯები. მაგრამ ის რომ შეიძლება ერთ-ერთი სცენარად აუცილებლად ისიც უნდა განვიხილოთ რომ გადამწვარი მიწის პოლიტიკაც აერჩიონ თუ უყურებენ რომ ისინი მიზნებს ესე მარტივად ვერ აღწევენ და მე ამაში გულისხმობ რომ დაარტყან უკვე მთლიანად ირანის ენერგოსისტემას, ეკონომიკურ ობიექტებს და ფაქტობრივად გადააგდონ ათწლეულებით უკან და ძალიან შორს მიმავალი შიდა პოლიტიკური და სოციალო-ეკონომიკური სიტუაციის აფეთქება შეეცადონ ეს რა საწაგვიყვანს კიდე ძალკე საუბრის თემაა. მე არ გამოვრიცხავ რომ ეგეთი გზაც აეჩვენ იმ შემთხვევაში რომ რაღაცა მიხვდებიან რომ მოხუპვა კონფლიქტის ხო რაღაც უხეში ანალოგია რო გავაკეთო რა როგორც კილოს ყოფა რო რაღაც დაამთავრა რაღაც ის გაკეთება ხო რაც ვერ გააკეთა ვერც ავღანეთში და ვერც ერაყში ანუ ვერ მიიყვანა ბოლომდე ვერ დაამყარა ახალი მშვიდობა თუ იგივე რისკები შეექმნება აი არ არის გამოურიცხული რომ სწორედ აი რაღაცა გადამწვარი მიწის იმას მიადგენდა საბოლოოაზეც განცხადებები იყო გაკეთებული ტრამპის მიერ პირდაპირ გუშინაც რომ მე თუ ახლა ესე განვიხილავ იმასაც თუ არ დათანხმდებიან გარკვეულ პირობებს რომ საერთოდ ქვისხანაში დავაბრუნებო სადაც მათი ადგილიაო დაახლოებით ესეთი განცხადებები აი მაგრამ გიორგი ნახე სანამ ომი დაიწყებოდა ხორმუზის სრუტე საერთოდ როგორც პრობლემა არ იდგა კაცობრიობისთვის და ქაოს უკვე აი ეს პროცესი და მიმდინარეობა რუსეთ-უკრაინის პროცესის და მიმდინარეობას იმ თვალსაზრისით რომ პროგრამა მაქსიმუმი იქ საერთოდ რეჟიმის სრულება იყო რუსეთის შემთხვევაშიც და იქ კიდევ კარგი არ განხორციელდა. აქ პროგრამა მაქსიმუმი იყო ეს და ახლა კი რუსეთის შემთხვევაში კიდე რაღაცა სხვა ასე თქვა პროგრამა მინიმუმებია. აქ კიდე პრაქტიკულად უკვე გახდა ისეთი ამოცანა ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამა რომელიც საერთოდ არ იყო ომის დასაწყისში. და ამ შედეგითაც რო დასრულდეს რომ ხორმუზის სრუტე მან აიღო. ეს მაინც ხო სერიოზულად ასე თქვათ, წაკებული ასე თქვათ პოზიცია. ეს არ არის გამარჯვებულის პოზიცია. აქედან ამ კონფლიქტიდან როგორ უნდა გავიდეს ტრამპის მე ხარო შევაპასო. ალბათობების თვალსაზრისით მე შედარებით ნაკლებ ალბათობას მივცემ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავდი ამ ბოლოს სცენარს, რაც ვახსენეთ. იმიტომ რომ კაი ერთი არის რაღაცა ზონის გეოგრაფიული არის მეტნაკლები უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეიძლება. აი იმის იქ ირანი ხორჩება. აი დააბრუნე ეცადეთ ახლა ქვისხანაში ბჭყალებში და მსგავსი ქმედებებზე გადახვედი, მაგრამ საბოლოო ნიშნით პოლიტიკურ რეჟიმს თუ შენ ვერ ჩამოშლი, საზოგადოება მეტნაკლებად სტაბილური დარჩება, პოლიტიკური სისტემა გადარჩება, შენ ქმნი რისკებს და უკვე ეს ცალსახაა რომ ჩანს კიდევაც რომ უფრო რადიკალური ირანის ჩამოყალიბებას, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკის მქონე ქვეყანას ჩამოყალიბება შეუწყო ხელი, რომელიც დროთა განმავლობაში მაინც თავისას არ მოიშლის და საერთოდ არ უნდა გამოურიცხოთ როგორც შედეგი ამ ომის ის რომ ესეც გარკვეულ სცენარებში კიდევ ერთხელ მე არ მინდა ეხა რაღაცა ხელაღებით ვამტკიცო რა ძალიან ბევრი ცვლადი არის რომელიც ეხა როგორ დაჯდება ეს ართული სათქმელი მაგრამ იმის ალბათობა ძალიან დიდია რომ ამ კონფლიქტიდან მაღალია მოდი ესე ვიტყოდი მინიმუმ რომ ირანი როგორც სრულყოფილი აი ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური სუბიექტის კი გამოვიდეს ანუ იმაზე უფრო ძლიერი გარკვეული პოლიტიკური წონით ვიდრე მანამდე იყო. შეიძლება ცოტა საკამათო რაღაცას ვამბობ. ხდები რასაც ამბობ, იმიტომ რომ ის რეგიონალური და იმ ღერძის ჭრილში რომელიც ის წარმოადგენს, ხო?
მის თუ ის გაუძლებს ამ კრიზისს მოკლედ სერიოზული ქულების ჩაწერა იქნება, ბევრ რაღაცას შეიძლება გადახედონ, თუნდაც სტრატეგიის თვალსაზრისით მათ საგარეო პოლიტიკის ჭრილში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მათ იმპულსებს მისცემს, რომ შვიდობის დროს მის პოტენციურ და არსებულ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შეეცადოს სწრაფად მოახდინოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. და ამ ანაზღაურებაში შეიძლება პირდაპირ ჩაერთვენ მე ისეთი ძალები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან უფრო ძლიერი ირანის მიღებით 10 წლის მერე ვიდრე ის დღეს არის, იმიტომ რომ მას ეს გულშემატკივრები ეხაწყავს. კი. ანუ აქ არის საუბარი პოლიტიკურ კაპიტალზე და არა მატერიალურ კაპიტალზე. ხო, მატერიალურ კაპიტალზე. ხო, ეს მე შეიძლება იქცეს, მაგრამ ამ მომენტში კი ცხადია, ხედავთ ადამიანური რესურსის დანაკარგს, პოლიტიკური ლიდერი მართლა ესე მოსხიპეს ესეთი აი ისეთი დამნაშავე რეჟიმს ებრძვის, რომ რთულია მას უგულშემატკივრო, მაგრამ არსებითად ობიექტურად რო გაანალიზო ეს რაღაცა და იქ მოიყვანო შეფასების კრიტერიუმად საერთაშორისო სამართალი, ლიბერალიზმი და ასე შემდეგ, საერთოდ რა ისტორია ვინა აქვს მართალი უკვე რთული გასარჩევია, ხო? ძალიან რთული გასარჩევია. და ამ ვითარებაში მართლაც ექნება მას სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი პლუს ამას. იქ აღმოსავლეთში, რომელსაც არაბულ სამყაროს, რომელსაც აქ შეგრძნება, განსაკუთრებით ნავთობის აუზის ქვეყნებს, ქონდა შეგრძნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარანტირებული მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მასი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ახლა შეიძლება გამოვლინდეს ფაქტი, რომ ჯერ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან წინააღმდეგობი პოლიტიკიდან გამომდინარე არის თუ არა საერთოდ მისი დამცველი, ამაზეც უკვე ფიქრობენ. და მეორე, გაუძლო ირანმა და თუ გაუძლო ირანმა უკვე სერიოზულად შეიძლება მათშიც რაღაცა ეს დამოკიდებულებებიც, ხო? კი, მაგაზე მე რამდენჯერმე დავწერე კიდევაც ჩემ სოციალურ ქსელში ზუსტად ფაქტორზე, რომ თან ესეთი განცხადებების ფონზე ბოლო-ბოლო შეგატოვებ და ვისაც გაგაქვს ნავთობი, ხო, თქვენ მიხედეთ, მე და 40 სრუტეს, ხო? ოკეი, ისინი კიდე შორს არიან და რაღაცა უნდა ქნან, მაგრამ არაბული ყურის ქვეყნებმა რა უნდა იფიქრონ, ანუ შენ წახვედი, ჩვენ აქ კი გასაგები დიდი ეკონომიკური, ფინანსური სისტემის დიდი ბმა არის. იმპულს, რასაც ისინი ნავთობიდან ღებულობენ, ისევ დიდწილად ამერიკულ სახაზინო ბონდებში და ქაღალდებში და ბაზარზე და ბირჟაზე და იქ აბანდებენ ამ ფულს და ეს ურთიერთდამოკიდებული არის, მაგრამ ესეც სცენარის განვითარების შემთხვევაში შეიძლება კი ისევ განაგრძონ ამერიკული შეერაღების შესყიდვა. უბრალოდ მათი ადგილზე რო შენც იყო, ან მე ვიყო, მაინც გავჩნდება შეკითხვა საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო დივერსიფიკაციაზე, თუნდაც აი ჩინეთთან რა ქვია პარტნიორობის გაზრდის თვალსაზრისით, თუნდაც ვაჭრობის კუთხით მე გულისხმობ თქვა იუანის უფრო მეტად შემოყვანას ამ ნავთობის ვაჭრობის სქემაში, იმიტომ რომ დოლარის სიძლიერით გასწორედ აი ხა რაზეც ვახსენე ამ სქემაზე რა. ეს ნავთობ დოლარები ისევ ამერიკულ ეკონომიკაში და ფინანსურ სისტემაში მიდის, ამ სპარსეთის ქვეყნებიდან ძირწილად, რაც მუდმივ მოთხოვნას ქმნის დოლარში, იმიტომ რომ ნავთობ ენერგოვაჭრობის დიდი წილი დოლარში იკეთება. აი ამის ჩანაცვლება თუ დაიწყო პერსპექტივაში, ხო? ეს იქნება სწორედ ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოწყვლადობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პერსპექტივაში, იმიტომ რომ დოლარის წამყვანი პოზიციების დაკარგვისკენ თუ წავიდა საქმე, აი მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამერიკის ხო, ამერიკას მართლა შეიძლება ცუდად კონდეს საქმე, მაგრამ აი კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, როგორ ეს კრიზისი როგორ დამთავრდება, როდის დამთავრდება და მე ამ რეფლექსია რა იქნება სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეებში, იგივე ჩინეთის და სხვების. თან აქვე გავიხსენოთ, ისევ ტრამპის აბსოლუტურად უცნაური პოლიტიკა დამოკიდებულება აი რუსეთთან მიმართებაში, რომელიც აი ამ ჰორმუზის სრუტეში გატარების საშუალება მიეცა რუსულ დროშის მცურავ გემებს და ირანის ხელისუფლება, ანუ აქიდან, მანამდე მაყურებელს უნდა აუხსნა, რომ არავითარ ბარს არ იხდიდნენ ირანის სასარგებლოდ არც ერთი გემი, ახლა უკვე ითხოვს სპეციალურ გადასახადს და გადამიხადეთ იუანში, ანუ ეს არის პოლიტიკური განაცხადი. აი კონკრეტულად ამ პერსპექტივის განაცხადი. ანუ ჩინურ იმაში ითხოვენ სწორედ ახლა ზოგადად აი ეს იუანის მაქსიმალურად წამოწევა ვაჭრობაში, ხო? ახლა არ დაწყებულა უკრაინის ომის მერე უფრო გაძლიერდა ეს მათ შორის რუსეთ-ჩინეთ შორის
ურთიერთობების თვალსაზრისით აგერ საქართველოს ეროვნულმა ბანკად მცირე, მაგრამ თავისი ის განათავსა იქაც. ხო, საერთო ტრენდი არის, ეს არ არის შემთხვევითობა რა. საერთო ჯამში ერთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება გლობალურ მასშტაბში. სადაც ამის საშუალება ეძლევა ჩინეთს, ის მაქსიმუმად ცდილობს, თუმცა ეს ფაქტობრივად გადაყრილი ჭყალებში ფულია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ის გაშვებულია, ხო? ჩინური ფულის ღირებულება სპეციალურად, იმიტომ რომ საექსპორტო ქვეყანა არის და შენც იქ რო აბანდებ ფაქტობრივად ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დებ სახსებსაც, თუნდაც ჩვენ გავაკეთეთ რა. ლიკვიდურობის და ასე ვთქვათ, კურსის ცვლილების და ასე შემდეგ მაღალი ცვალებადობის გამო. ამიტომ ეს გეოპოლიტიკური შედეგი ახლა რა, ამას ჩვენ ნენელა დავიწყებთ. საერთო ჯამში ჩვენ ვართ ახლა რაღაცა ტრანზაქციულ ეპოქაში, ხო? შევაბიჯეთ. და ყოველთვის ეს დიდი ცვლილებები ისტორია გვასწავლის, რომ ეს ომების ფონზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ თან ახლა ომის ფონზე რუსეთი შეიძლება მოგებული ყოფილიყო, უკრაინა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ გაძურებული ნავთობის ფასი, განადგურებული ნავთობის გადამამუშავებელი და დაბომბილი პორტების, რუსული პორტების სახით გააბათილოს, ანუ ფაქტობრივად მაინც რუსეთისთვის შვებად ვერ იქცა ეს, იმიტომ რომ კი შეიძლება უფრო ძურად ხიდის, ახლა ურალსი 100-ი არის უკვე $103 იყო ბოლოს თუ $105 ვნახე, მაგრამ გაკეთოს ვეღარ გატანას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად 40%, 30-დან 40%-მდე დაუგდო მოპოვების და წარმატების და გადამუშავების სიმძლავრეები უკრაინამ, ხო, დაბომბვებით და არ წყდება ეს. ახლა დღეს უფა დილით გუშინ იყო უფაზე, ესე თქვათ, უფაში ნავთობის გადამამუშავებელი იმაზე დარტყმა, ამიტომ აი ფრონტის ხაზია რა, ეხლა არის მთლიანი ფრონტის ხაზი დაწყებული უკრაინიდან, ვიდრე მათ შორის ჩვენზეც გადის ეს ფრონტის ხაზი, უფრო ჩვენთან უფრო ჰიბრიდული ხასიათის მოქმედებებით, მაგრამ აი ამ ტეხილზე, ამ გეოპოლიტიკურ ტეხილზე, სადაც მუდმივად ჩვენ ვიყავთ, სადაც ეს ცივილიზაციათა შეხების ის არის არეალი, აი ამაზე გრძელდება ახლა ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ჯამში უნდა განსაზღვროს ალბათ მომავალი ათწლეულების საერთოდ აი გეოპოლიტიკური ხასიათი, როგორი იქნება სამყარო, ვინ როგორ დაჯგუფდება და როგორ ჩამოყალიბდება, როგორ შეიძლება გეოპოლიტიკური, აქამდე არსებული გეოპოლიტიკური ცენტრები. იას ეს კრიზისი აძლევს შანსს, რომ იმაზე უფრო ძლიერი გამოვიდეს, όμως აქ გარკვეული კარტები უნდა დაჯდეს ისე, რომ ეს რეალიზდეს. ამიტომ ისრაელი მაგალითად როგორც მოთამაშე ის მაქსიმალურად იქნება დაინტერესებული, არაფრით არ დაუშვს. თუ მაქსიმალური ზიანი, მაქსიმალური ჩამოშლა ეკონომიკის, პოლიტიკური სისტემისგან. ისრაელი მზად არის იმ ავანტიურაზე, რომ გაუშვას ქვის ხანაში თუნდაც ირანი. აი ამ იმაზე ალბათურად იმიტომ რომ ჰუმანიტარული კრიზისებიც რაც ამის შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას ყველაზე ნაკლებად ეხლა ისრაელს ემუქრება იმ თვალსაზრისით, რომ თუ იქ ძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფორუმი შეიქმნა დევნილთა ჯგუფები დაიწყო, ეს პირველ რიგში ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით თურქეთისკენ წავლენ და ჩვენი რეგიონისკენ წამოვლენ, ხო, დანარჩენი მანდ ფაქტობრივად წასასვლელი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს კონტროლებადი რისკი არის. როგორც ძალიან ბევრ შემთხვევაში ისრაელისთვის, ხო, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ხა იმის არ იყოს, ხა ის გამახსენდა აღთქმული Kingdom of Heaven, ხო, ხატრული ფილმი არის, სალადინი. დიალოგი რა არის თქვენთვის იერუსალიმიო და არაფერი, მაგრამ ყველაფერი, ხო, აი ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებას კიდევ ერთ ფაზას უყურებთ, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი ამ გლობალური სურათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ძველი დაპირისპირება, რომელიც აი დღემდე ამთავრდება და პალესტინის საკითხი ამის ნაწილია. რა თქმა უნდა, მისი ნაწილი არის ისტორიული თვალსაზრისით, ამაში ორი აზრი არ არსებობს. აი ისევ ომის კონკრეტულ განვითარების პერსპექტივებს უნდა დავუბრუნდეთ. ახლა ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ ესეთ რაღაცა საგასაყარზეა თითქოს ეს კონფლიქტი, რომ აი ეს პულტით ომის მოგება საკმაოდ რთულად წარმოსადგენია. და ვარაუდობენ ექსპერტებიც და გარკვეული განცხადებებიც ალბათ აქ-იქ გაცხადდა, რომ სახმელეთო ოპერაციაც შეიძლება განხორციელდეს. აი შენ როგორ ხედავ ამ შესაძლებლობას და სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში რა ძირითადი სირთულეები შეიძლება შეექმნას ამერიკის და ისრაელის ფაქტია, რომ ემზადებიან, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მიდის გადმოსროლა ამ წუთასაც თვითმფრინავი არიან სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები გადმოყავს ძირითადად ეს 92 ქვეით საზღვაო ქვეითა დივიზიის ნაწილები,
ამოცანა როგორ შეიძლება თქვით შეიძლება იყოს უშუალოდ ხარგის და მისი მეზობელი კუნძულების დაკავება, ასევე უფრო ფართო პერიმეტრის უშუალოდ სრუტის გარშემო გამოწვევები იქნება ძალიან დიდი, თუნდაც იმიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად შიშველი ტერიტორიები უნდა დაიკავონ, რომლებიც არა მარტო სარაკეტო, არამედ დრონების უშუალო დარტყმის რადიუსში იქნება. რითი განსხვავდება ლანდშაფტურად ირანის სამხედრო თეატრი, ანუ სივრცე, ტერიტორია, ლანდშაფტი, მაგალითად უკრაინისგან, ანუ უკრაინაში მაინც მოხერხდა ეს შიშველი ტერიტორია, მთიანი უდაბნო სამხრეთი წარმოიდგინე, დაახლოებით ეს შემიძლია დავახასიათო მე. ტექნიკის გადაადგილებისთვის არის. აი იგივე შესაძლოა როგორ არ არის, მაგრამ გამის გადასხდა ძალიან შორი მანძილები არის ეს სამხრეთ ირანის ტერიტორია დასახლებულ და ათვისებულ ტერიტორიებისგან საკმაოდ მოშორებით არის. იქ არის გარკვეული პორტები და დასახლებები, ისევ კიდევ ერთხელ რა რაიონი შეირჩევა ამისათვის. საერთოდ არა გამორიცხული მაგალითად სულ კიდურე სამხრეთ-დასავლეთში იმოქმედა, რომელიც მოპოვების, ნავთობის მოპოვების ასევე მთავარი რაიონია და რაღაცა თან იმიჯნება მოკავშირეებს ამ ამერიკის თქვათ პარტნიორ ქვეყნებს უფრო ახლოს არის. მაგრამ გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს არის ჩართული უდაბნოში, მათ რა თქმა უნდა გამოცდილება აქვს. მოწოდებაც რო გაკეთა რეზერვისტების მიმართ რომ მოიძიეთო თქვენი უდაბნოს ფორმაო, ასე თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე აქვს საუბარი. სწორედ განწყობით იყო რომ დაახლოებით იგივე არის რაც ავღანეთში რა. ხო უკრაინასთან შედარებაც არ შეიძლება, ეს საერთოდ სხვა ეს არის ზონა არის საერთოდ ხო? ხო, ანუ იმითი არის სერიოზული სხვაობა, რომ უკრაინაში სეზონურობა ამინდის სეზონურობა მნიშვნელოვნად ცვლის უდაბნოში თითქმის ერთ წელიწადს სიცხეს რო ნახო, ახლა ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გარდა არის ბრტყელი, რა ვიცი, ჩვეულებრივი უდაბნო კუნძულები რა. დიახ, ანუ მთელი წელი არის დაახლოებით მსგავსი ამით. და უკრაინა იმით არის განსხვავებული, რომ აი იცვლება, ზაფხულში რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ შეიძლება. ყველა სუდი ანალოგია ირაკლის არის, რომ თუ უშვებ შენ უკრაინასთან ანალოგიას, ეს ნიშნავს, რომ ძალიან განგზობითი სამხედრო მოქმედებები უნდა იყოს და ეგ გამოურიცხოთ ფაქტობრივად, რომ რაღაც 100,000 ჯარისკაცის თავმოყრა დაჭირდეს და ნელ-ნელა ჩაყვანა და ეს გაიწელება თვეებზე მაშინ. ამიტომ მე ფაქტობრივად გამოურიცხავ ამ სცენარის არჩევას, ეს იქნება რაღაც სუიციდი, მორიგი, ამიტომ არ მგონია ეს იქნება შეზღუდული ოპერაციები. შეზღუდული ოპერაცია ხორმუზის სრუტის დასაკავებლად. და ერთ-ერთი სცენარია, ან დასაკავებლად, ან ხარგისადან, ან ორივე ერთად არც ეგ არა გამოურიცხული. არის ასეთი ვერსიები, რომ თითქოს ქვია გამდიდრებული ურანის გატაცების ცდელობა ექნება, რაც ყველაზე ავანტიურისტული სცენარია ჩემის არის, ყველაზე რთული განსახორციელებელი იქნება, ჯერ დადგენას არ არის, მე იმის ეს მოკლედ რა ვიცი. რთული ამბავი იქნება. ამიტომ როგორც აღნიშნე, და ერთია დაიკავო, მაგრამ მეორეა შეინარჩუნო და რის ფასად ინარჩუნებ რა. თუმცა უკრაინასთან ჩვენ ანალოგიას ვაკეთებ. არ უნდა დაგვაცხადოს რომ რუსეთისთვის მისი პოლიტიკური სისტემისთვის და საზოგადოებისთვის დანაკარგები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეხლა აქ არჩევნებისთვის იქ სოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი უნდა იყოს იქ ბევრი ამერიკაში ეხლა რომ კიდე იქ რა იყოს რაღაც ასეულობით ჯარისკაცის ხორბზე საუბარიან ათეულობით ნუ არ მე გამორიცხული რო არ იყოს ხო გამორიცხული ფაქტობრივად სახმელთო ოპერაციის და ფართოდ რაც უფრო ფართო იქნება ეს რისკი კიდევ უფრო გაიზრდება რა ძალიან გაუჭირდებათ მათ აი მუდმივად უსაფრთხოდ აი ამ პერიმეტრის შენარჩუნება იმიტომ რომ ერთი არის კიდევ ერთხელ რა შორიდან რო გესვიან ბალისტიკურ რაკეტებს ბაზებზე რომელიც ევაკუირებული უმრავლესობა და სასტუმროებშია პერსონალი და რაღაცა და მეორე შენ ველზე რო უნდა იყო სამხედრო ინფრასტრუქტურა გაშალო მოამზადო ასე თქვათ პლაცდარმები შეიძლება დამატებით კიდე ნაწილებისა და შეარაღების მისაღებად და ამ დროს რო იბომბები ამ დროს უკვე ანუ მარტივდება როგორც სამხედრო სამიზნე აი ესეთ დროს ნებისმიერი აი ისე რომ გავიხსენოთ აი ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი იქ შოკური ეფექტი ერაყის რეჟიმის და ერაყის სამხედრო ელიტის ისე როგორც სამხედრო სეგმენტის იყო ძალიან სწრაფი და მყისიერი პრაქტიკულად უცებ მოიშალა სახერო ოპერაციის ხარჯზე პირველი დიახ სწრაფი უცებ მოიხშალა მაგრამ აი აქ ჩვენ რეზილიენცი ვნახეთ უკვე ხო, თუმცა იქ არ იყო ამოცანა სანდამის ჩამოგდება, ეს სასახლე ხაზზე გავუსვათ, ხო? იქ იყო მისი მოქმედებების შეზღუდვა, ანუ კუვეიტიდან განდევნა, მე შემდეგ უსაფრთხოების ზონა შეიქმნა, მათ შორის გაეროსინით. ამას თუ სწორედ მახსოვს, ჩაკეტილი ზონა გაჩნდა, საჰაერო ზონა, რომელსაც თავზე დაკრძალული იყო ფრენა, გარკვეული პერიოდი რო იყო, ნამდვილად მახსოვს. და მაგრამ რეჟიმს არ შეხებიან, იმიტომ რომ სწორედ იმ გათვლით რომ მე
მერე რა იქნებოდა, ანუ არ გადასდილიყო რაღაცა უკვე. მეორე კამპანიის დროსაც ანუ ძალიან სწრაფად მოიშალა ეს წინააღმდეგობა. აი ეს ერაყის შემთხვევაში ეს გამძლეობა, resilience ხო არ აღმოჩნდა და ამან შეიძლება შექმნა და მათ შორის შეიძლება შექმნა ესეთი ყალბი შთაბეჭდილება შეიძლება ამერიკის ანალიტიკურ წრეებშიც რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაშიც იქაც მსგავსი ასე ვთქვათ ჩამოშლა შეიძლება შედგეს. ხო, მაგრამ იქ იყო დიდი სახმელეთო კომპონენტი იყო. მაშინ ესე იგი ომის გამოცხადებიდან კრიზისიდან ფაქტობრივად 4 თვეში იყო რეაგირებები. აგვისტოში შევიდა 91-ში, თუათში, 90-ში თუ სწორედ მახსოვს სადამ ჰუსეინი და იანვარში დაიწყო ოპერაცია. მეორე შემთხვევაში 2003-შიც დაახლოებით 4 თვიანი სხვაობა იყო. ხო, მაგრამ აქაც თითქმის იგივენაირი რეაგირების სვადებია. 100,000 ჯარისკაცის მობილიზება ხდებოდა 150 და მე იზრდებოდა ეს ციფრი და აქ ეს დინამიკა არ არის. აქ იყო მარტო საჰაერო ძალის კონცენტრაცია ძირითადად ორი სახელმწიფოს მიერ, ისრაელი და გაიხა უდაბნოს ქარიშხალში საერთოდ ძალიან ბევრი მონაწილეობდა და თუნდაც ერაყის კამპანია შეედრება მაშინ რაოდენობით, ხო? ამიტომ ეხლა უბრალოდ სპეცების შეზღუდული კონტინენტიდან საზღვაო ქვეითების შეზღუდული კომპონენტი ვერ იქნება შინაარსობრივად იმის საპირწონე, რაც მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა. ამიტომ შესაბამისად მიზნებიც ვერ ექნება ისეთი გრანდიოზული რაც მაშინ იყო. მოდი აბა წარმოვიდგინოთ. ამის ალტერნატივა ერთადერთი არის მაშინ უნდა დაიწყოს აი ჩვეულებრივი დიდი სამხედრო კამპანიისთვის მზადება, როგორც ჩვენ ვიხილეთ ან 2003-ში ან ავღანეთში ან ერაყში, რომელიც გინავთ, ანუ დიდი სამხედრო სახმელეთო ძალის გაუწევი. ამაზე არც პოლიტიკური ის არა აქვს თანხმობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც საზოგადოებრივი კონსენსუსი არის და საერთოდ გაცხადებულ მიზნებთან მიმართებაში კიდე კითხვის ნიშნებს აჩენს საერთოდ რა სჭირდება. აქ არის რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ შეიძლება პოლიტიკური ერთგვარი პრობლემა რომ ჩვენ უკვე იმდენი ისეთ ავანტიურაში შევედით, აი როგორც პოკერში არის რა. ბევრს შედიხარ და გაქვს ანუ ყველაფერი გეუბნება რომ მხარე თავისი სხეულის ენით ისე თამაშობს რომ ალბათ ჩემზე უკეთესი კარტი აქვს. მაგრამ უკან და ანუ აღარა მაქვს. ანუ დაწოლის საშუალება. ბოლომდე უნდა შევიდე, ანუ all-in უნდა გაიხსნას. და all-in-ზე შეიძლება შევიდეს. აი აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ახლა თუ აი რა ფორმით შეიძლება გავიდეს. ანუ ეს all-in იმაში რა უნდა იყოს, საერთოდ რომ მიისჩელოთ რა თეირანი დაიკავონ შევიდნენ და პოლიტიკური რეჟიმი დაამხოვნავენ მოიყვანონ. ეს იქნება მათი რაღაცად გამარჯვებად გამოცხადებული. ის რეჟიმი მერე სტაბილური გაჩერდება, როგორ იქნება საზოგადოებაში ხარდაჭერა ეთნიკურ ჯგუფებში, ეს აი ხელაკრე კონფლიქტში შესვლა არის. ეს დროის პერსპექტივაში კი, მაგრამ და შინაარსობრივი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ვისი ტრამპის? ხო. ტრამპის ძალაუფლების შენარჩუნებას მაგაზე არ ვარ დარწმუნებული, რომ რამდენად წყალს დაასხავს, იმიტომ რომ შიგნით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ისედაც აქვს უკვე. და ნოემბერში ყველანაირი წინასწარი კვლევით ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს. ცუდად აქ არ ვიცი როგორ უნდა მოატრიალოს. ეს ომი ვერ იქნება იმ საკითხად, რაც იქ რაღაც განწყობებს გარდატეხას მოაქვს. ეს არ არის 2001 წლის кейსი, ოდესაც ამერიკაში იქ თავს დაესხა რაღაცა და 10 ამერიკელი გარდაიცვალა და ასე შემდეგ და უზარმაზარი პატრიოტული აღტკინება გამოიწვია. ხო, პირიქით უყურებ და კიდევ ერთხელ ამდენი შიდა პრობლემა იმ კამპანიების დროს ამერიკაში არ იყო, ანუ სისტემურ პრობლემებზე მაქვს საუბარი, რასაც ეხა თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია არის, ხო? რასაც ომის პირობებში ხდება, ანუ ომის გარეშედაც ბევრი გამოწვევა არის. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, მე ძალიან გამიკვირდება თუ ამ გზით წავლენ, მაგრამ პრესტიჟის საკითხიც მნიშვნელოვანი არის, ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ისედაც აი იმ სცენარითაც რომ გამოვიდნენ და გადაწვან, ანუ გადამწვარი მიწის იმით წამოვიდნენ ამ კონფლიქტთან, ესეც კარგს არაფერს არ უთქვის მის სამხედრო პოლიტიკურ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებზე ისტორია რა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ომი, რომელიც გონივრულად დაიწყე და კარგად შეასრულა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რა და ხა ომის სტანდარტები და კრიტერიუმები შეფასების რა უნდა შეაფასო წარმატებული სამხედრო კონფლიქტი სამხედრო ისტორიაში მეტნაკლებად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული იმის გამო კრიტერიუმების გამო არ ითვლება არც ვიეტნამი და არც ეს ორი კამპანია წარმატებულად, იმიტომ რომ
ომი ფასდება, მაშინ როდესაც უკანასკნელი ჯარისკაცი ბრუნდება ყაზარმაში, რა დატოვა იმ ჯარისკაცმა მის უკან, როცა ვერაფერზე ქაოსს ტოვებს და ორმაგრის ხერხს და მიზნებს ვერ აღწევ ამ ყველაფერთან ერთად, ეს ომები ვერ არც ფასდება და არც შეფასებულა. ვიეტნამიდან და სხვების დადებით კონტექსტში, ხო? არა, ეს თავისთავად მეორებს ხელ კიდევ ერთი ნიშანი იქნება, რომ მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ესე იგი უკვე სამხედრო პოლიტიკურ დონეზეც. ანუ ჩვენ ახლა არ უნდა დავიწყოთ ფეტიში, რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებია ვინმე შეუმცდარია პირიქით, ხო? არა, აქ ამ შემთხვევაში მე პირიქით ვფიქრობ, შეუმცდარი კი არა, ამაზე დიდი ავანტიურა, რთული წარმოსადგენია და ახლა ის ენაც რაც გამოიხსნა. თანამედროვე ომები ძალიან კომპლექსური გახდა, ხო? უკრაინაც აჩვენებს, რომ უშუალოდ სამხედრო ხასიათს თვალსაჩინო როგორც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ზოგადადაც დაწყება და დასრულება არ არის თანაბრად მარტივი ამოცანა და ელემენტარული სტრატეგიული გათვლაში შეცდომა ძალიან დიდ ფასად შეუძლია და დაჯდეს და ამას უყურებ ჩვენ ახლა გაფასიჯდება კრემლისთვის. ახლა უკვე მაკრო ასე თქვა სურათს რო შევხედოთ, იმიტომ რომ უკრაინა-რუსეთის ომიც იყო ძალიან მძიმე კრიზისი საერთაშორისო სისტემისთვის, ერთი კრიზისი, ახლა მეორე დაემატა, წარმოიდგინეთ, რომ თირკმლის ტკივილს, კბილის ტკივილის დაემატა და ორგანიზმის მდგომარეობა. ამ ვითარებაში აშკარა უკვე ყოველგვარი მორიდების გარეშე, უკვე დიპლომატიური ენის ჩარეცხვის გარეშე პირდაპირ საუბარი არის აი ამ კონფრონტაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიპსა და რაღაცა ევროპულ ლიდერშიპს შორის. ევროპულ ლიდერშიპში კი არის ისეთი ლიდერები, რომლებსაც აი ეს ოდიოზური ხაზი მასთან უჭირავთ რაღაცა მემარჯვენე კონსერვატიული ხაზი ჯერჯერობით მათ აქვთ გარკვეული რაღაცა მხარდაჭერა, მაგრამ სულ ახლო ხანში იქნება იქ არჩევნები და ესეც ძალიან საინტერესოა რომ გავაანალიზოთ ორბანის მდგომარეობა და მხარდასაჭერაცაც ამერიკის შეერთებული შტატები ხარს უჭერს ორბანს და თუ ორბანმა დაკარგა ხელისუფლება ძალიან საინტერესო ასე თქვა საანალიზო საკითხი და საგანია მათ შორის ჩვენთვისაც აქ როგორ იცვლება რაღაცა ვითარება ჩვენს რაღაცა სარკეს დაინახავ ჩვენი ხელისუფლება მომავალში მე რა შეიძლება განვითარდეს და აი ამ სისტემაში რომელშიც უკვე ძალიან ბევრი ღირებულებითი კონფლიქტიც გაჩნდა უკვე ანუ დასავლური ცივილიზაცია რომელიც გარკვეულ რაღაცა ღირებულებით სისტემაზე ხედვით ასე თქვა პერსპექტივაზე შეთანხმებული იყო ახლა შეიძლება ყველაფერში არ თანხმდებოდა და ვერ შეთანხმდებოდა ყოველთვის ჰქონდა საფრანგეთს რაღაცა აროგანსულობა გერმანიას მაინც რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რაღაცა სიფრთხილე და ინგლისსაც ესეთი რაღაცა ძველი მაინც ესეთი დამოკიდებულება მაინც ბებერი ევროპა ხო მაგრამ ახლა უკვე ფორმაც კი შეიცვალა ეკონომიკაში. ახლა როგორი ვითარება რა საერთაშორისო ასე თქვა სურათი შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებით აი ამ ომის ფონზე რომელიც შეიძლება ძალიან მძიმედ განვითარდეს. რეგიონალიზაცია პროცესების. რეგიონალიზაცია არის სახეზე, რომელიც დაიწყო რეგიონალიზაცია პოლიტიკური და ეკონომიკური მიზიდულობის წერტილების არ ვიცი შეიძლება ევროპა გამოყოთეს და ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ იყო ამის გამოძახილი არის საუბარი დასავლეთ ნახევარსფეროს გაკონტროლებაზე და კუბაზე მუხარები და ასე შემდეგ. ჩინეთი თავის გარშემო სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირი როგორც ბიუროკრატიული ასე ვთქვათ მექანიზმი ამ გეოგრაფიულ სივრცეში ევროპას გულისხმობს. ერთ-ერთი ტენდენცია როგორც ჩანს იქნება რეგიონალიზაცია და ამ რეგიონალებს შორის აი ანუ სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ურთიერთობები. ანუ დასავლეთზე როგორც ერთიან ცივილიზაციულ პოლიტიკურ რაღაცა ერთობაზე საუბარი დღეს უკვე ფაქტობრივად ჭირს. კი არა და ვეღარ იტყვი ამ ტერმინით, იმიტომ რომ რას გულისხმობ რომ დაუსვა ამ უკვე საკუთარ თავს შეკითხვა, იმდენად ურთიერთდაპირისპირებული ვექტორები არის უკვე შიგნი რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ცალსახად აღარ არსებობს. ცივილიზაციური და ისტორიული თვალსაზრისით გასაგებია შეიძლება ადამიანი ას გულისხმობდეს, როცა დასავლეთს ახსენებ და ევროპულ ცივილიზაციას, მაგრამ ბიუროკრატიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ჭრილში ეს არის უკვე სხვადასხვა დინებების და ხშირად ურთიერთდაპირისპირებული დინებების რაღაცა ზღვა არის რა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ომების შემდგომ მოხდება სამხედრო ბლოკების, მათ შორის სამხედრო პოლიტიკური ბლოკების უფრო მეტი რეგიონალიზაცია, დაპატარავებები,
მათ შორის მრავალმხრივი ფორმატების გაჩენა, ორმხრივი ფორმატების წინაპლანზე წამოწევა, აი დაახლოებით მაგონებს, აი როგორ რაღაცა მე-19 საუკუნის გერმანიას და ევროპას ბისმარკს ყველასთან ხელშეკრულებები. მაგრამ მიყვანა პირველ მსოფლიო ომამდე გადაზღვევამდე. პირველ მსოფლიო ომამდე მე ზუსტად შენარჩუნებას ბისმარკი ჭირდებოდა, რომ არ ყოფილიყო ესეთი ფრაზა ხო არის. მე კიდე ვილჰელმ მეორე და ისა და მე მივიდეთ პირველ მსოფლიო ომამდე, ხო და აი არ არის რომ ამას უყურებთ, იმიტომ რომ ერთიანობა ცივილიზაციური როცა ღირებულებად საერთოდ აცდენ რაღაცაზე უნდა ეფუძნებოდეს რა და როცა ეს საერთოდ მიზიდულობის წერტილებები არის დაკარგული ღირებულებით ჭრილში, სულიერ ჭრილში მათ შორის. აი რაზეც სპეკულირებსაც ცდილობს ეს მაგას ფრთა ამერიკაში. ხა კონსერვატული მოძრაობის შეკრება იყო ამერიკაში. ჩვენებიც იყვნენ ქართველები. ამდენიმე ადამიანი წარმოდგენილი ჩემი ახლობლები რა თქმა უნდა უნგრეთიც იყო და ყველა ქვეყნიდან. ესა იქაც ძირითადი თემაა ეს ქრისტიანული ღირებულებების და მაგაც ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს როგორც ტრადიციული ქრისტიანული დასავლური ევროპული მათ შორის. იმიტომ რომ იქიდან წამოსული ამერიკული ისეთ ბუნებრივია თავის დროზე რაღაცა იმ ღირებულებების დამცველად, აი ეს მემარჯვენე და ნებისმიერ ვინც ამას აწვება ბჭყალებში, ის მისთვის არის მოკავშირე მათ შორის ევროპაში და ამის გაგრძელება ორბანთან რაღაცა გერმანიაში ფიდესთან პარტიასთან უდამემარჯვენე პარტიასთან AfD-სთან რაღაცა პოლონეთშიც კონსერვატული ყველგან სადაც ეს მარინ ლეპენი საფრანგეთში იტალიაში საქართველოს ჩვენები ცდილობენ ხო იტალიაში ლამაზმანი პრემიერ-მინისტრიც რაღაცა იგივეა ხო აქედანაც ქართული ოცნება ახლა მაგაზე ცდილობს ახლა პირდაპირ რომ ჩვენ საერთო ღირებულება ამის მიუხედავად თავი ვერ მოაწონეს იმდენად აბარაზ მივაჩნია აქ ის არის ხო ჩვენთან კიდე ამას ვთქვი რომ ჩვენთან განსაკუთრებით ბიუროკრატიულ საშუალო დაბარგულში სხვანაირი ბმა არის ამერიკასთან საქართველოს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აქტიური პარტნიორობა მოგვიწია და სხვანაირად დიდი რესურსიც აქვს ჩადებული და მეტი სენტიმენტი არის როგორც აი ცივილიზაციურად რაღაცა პროექტში რომ ჩადებ დიდ ზალის ხმევას ხო სხვანაირად გული შეგწყვეს იგრძნობა სულ აი რა ვიცი ახლა ესეთ ურთიერთობებში რა კონფერენცია იქნება რაღაც ვორქშოპი იქნება ოფიციალური ურთიერთობებით ხო აი საშუალო რგოლთან და იმასთან მათ ესმით აი საქართველოს დღეს რა მდგომარეობაში იმყოფება რა შიდა პოლიტიკურად და საგარეო პოლიტიკურად, მაგრამ ნუ აი უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამერიკის ფაქტია, რომ თავისი დღის წესრიგით მოქმედებს და ამაში ახლა ჩვენ როგორ ჩავჯდები ძალიან რთული სათქმელია. ფაქტია, რომ რეგიონალურ ჭრილში გვიყურებენ უკვე და ბოლო განცხადებებიც მაგას მიუთითებს, რაღაც აი საერთო სამხრეთ კავკასიის იმის პარალელებში ახლა სატელეფონო ზარიც რო იყო. ხო. აი მაგ ჭრილში, რეგიონალურ ჭრილში. მივიდეთ მაგამდე უღოთ ცალკე უფრო. ხო და აქედან გამომდინარე, აი მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია რომ დაუბრუნდე შენ შეკითხვას იქნება ეს დაშლა რეგიონალიზაცია რა და აი ამ რეგიონალიზაციის ჭრილში და ჭიდილში ევროპის ინტერესები ხშირ შემთხვევაში უპირისპირდება ამერიკის ინტერესებთან, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, ხო, რა ქვია, რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის საფრთხე ამერიკისთვის საერთოდ სხვა რეესტრი არის და ევროპული ქვეყნების განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სულ სხვა ამაზე ვისაუბრეთ კიდევაც რა რუსეთის არის ხა გინდა თუ არა აი ეს ხედვა ფაქტი არის ამერიკაში რუსეთის რაღაცა ამდენიმე რეგიონად დეზინტეგრაცია არ არის მათთვის სასურველი სცენარი რა კი ну ხალხს წარმოუდგენია რომ რაღაცა ჩამოშლა რაღაც მასიური ჩამოშლა უნდა მოხდეს თქვა ამ სცენაში თუ რუსეთში რაღაც ესე განვითარება მაგრამ საერთოდ ამში მათ შორის ბევრი რუსი მეცნიერი ფიქრობს რომ ეს თუ მოხდება და რაღაც შიდა ესეთი ეს არ იქნება რაღაცა ნამსხურებად დაშლა შეიძლება იყოს 3-4 რეგიონი მაქსიმუმ რომელიც მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე ნაწილი დასავლეთს მიებება, ნაწილი აღმოსავლეთს და ცენტრალურ აზიას რა. აღმოსავლეთ საქართველოს ჩინეთში პირველ რიგში და მთელი თამდევი შედეგებით. ამიტომ ამერიკის განმოსახედიდან რუსეთთან მართი ურთიერთობა მუდმივი ცდილობა ტრამპის ადმინისტრაციას რაღაც სახე შეუნარჩუნოს რუსეთს, ხო? და ზეწოლა მოახდინოს ზელენსკიზე რომ მიიღოს მათი მოთხოვნები და ასე შემდეგ. ეს გასაგები ლოგიკა არის და ამას გეოპოლიტიკური ძველი თეორიული ლოგიკაც ამყარებს შეიძლება ამ ჩარჩოებში ჩასვლა, მაგრამ ევროპის ამოცანები მოკლევადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სხვა არის რა, ეს აბსოლუტურად დაუცველი რჩება, მით უმეტეს ახლა რომ
თუ კრიზისი გარღვევდა ევროპასა და ამერიკის შორის ამ ირანთან ომის გამო, ხო? კონკრეტული განცხადებები რა გვინდა ჩვენ ნატოში? ხედავთ იმას ანუ რაღაცა თან უმაღლეს დონეზე. ნუ პრეზიდენტი რასაც ლაპარაკობს ახლა ეს ისეთ ოდიოზურ სიტყვებს და რეპლიკებს ისვრის შეიძლება რაღაცეები პირდაპირ არ მიიღოს სერიოზულობა. რუბიოც იგივეს ამბობს. მაშინ როცა პირიქით არა გაკუფლება არ განიხილო ირაკლი, ხა წარმოვიდგინე რომ შენ ზიხარ მაგალითად რა ვიცი პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში პირობითად რა ან საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დირექტორატში რა როდესაც რომელიღაც პირველ ამერიკის პრეზიდენტი ამ დონის განცხადებებს აკეთებს ვალდებული ხთები რომ იფიქროს სცენარებზე რა თქმა უნდა რომ აი და ანუ შენ მაგაში იღებ ხელფასს კი მთელი ანალიტიკური მოდელი უნდა დაამუშავო ნუ რაღაცა ვიფიქრო რომ ეს თუ წავიდა რა ოფციებია რა რისკებია თუ არ წავიდა ანუ ეს ყოველდღე მანამდეც იქნებოდა მაგრამ ზოგადად ეგ არის შენი საქმე და ესე არის ყველა ქვეყანაში ყველა ნორმალურ სისტემაში შესაბამისად ეხლა მართლა ესეთი სცენარის განვითარება დაიწყოს, ხო? წარმოიდგინე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პირველ რიგში რეაქცია ესეთ იმაზე. აუცილებლად აი რეგიონალიზაციას რო ვახსენებ, მიკროალიანსების ის დაიწყება ეგრევე, სამხედრო ალიანსების ფორმირება, იმიტომ რომ აღმოსავლეთიდან რჩება რუსეთის საფრთხე, რომელზეც ნატო მოახდენს თუ არა რეაგირებას უკვე კაცმარიცხს რა. ენან გამომდინარე ეს კიდევ ერთი სიგნალი არის, რომ აი ეს რეგიონალიზაცია და ამიტომ ევროპის ამოცანა უკრაინასთან მიმართებაში ხდება ის, რომ უკრაინა მაქსიმალურად დიდხანს შეაკავოს რუსეთი, დიდი ზიანი მიაყენოს და შეიძლება უკრაინა მეტწილად იქისროს აღმოსავლეთ მიმართულებიდან ევროპის უსაფრთხოება, მაგრამ ამას შესაბამისი რესურსის და დროის და ენერგიის ჩადება უნდა. ისევე როგორც საკუთარი შესაძლებლობების გასამტკიცებლად, რომელსაც იძახიან, რომ დაახლოებით 10 წელი დაჭირდებათ, რომ ავიდნენ იმ 5-6%-იან ნიშნულზე თავდაცვის ხარჯების. ახლა 2025 წელს რა იქნებოდა 36 წელს საერთო წარმოდგენა აღარ მაქვს. ისეთ რთული გახდა. ხო. უმრავლეს პროგნოზირება. ერთი მომენტი არის ალბათ ის ევროპისთვის ერთგვარად სასარგებლო რომ უკრაინა უძლებს. რა თქმა უნდა. და უკრაინა აი ამ სერიოზული გადამწყვეტი წინააღმდეგობით აძლევს ევროპას მათ შორის დროს. თვით ორგანიზებისთვის თუნდაც აი ამ უარესი სცენარის მოსამზადებლად რეგიონალიზაციის შემთხვევის რეალიზაციის შემთხვევაში თავდაცვის ორგანიზებისთვის ყველა ანუ ამისი საშუალება აქვთ. ჯერჯერობით ამ მოცემულობაში. ახლა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ეს პოლიტიკა ახლა მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს გადაიტანს უახლოეს თვეებში. ეს არის არჩევნები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება დააბრუნოს რაღაცა რეალობაში. თავად ტრამპი დაბრუნდება თუ არა რეალობაში თავისი ნარცისიზმიდან გამომდინარე, მე არ ვიცი, მაგრამ მისი გარემოცვა, რომელიც ბევრად უფრო ადეკვატურად ალბათ ხედავს რაღაცა მოვლენებს, ის ალბათ გადახედავს თავის პოლიტიკასაც, როცა დაინახავს უკვე შედეგებს და რესპუბლიკური პარტია ნამდვილად იმ საფრთხეშია, რომ ანუ გადაიქცეს რაღაცა აი როგორც ჩვენთან დამოხდა. ეს ოპოზიცია რადგანაც ვერ იმარჯვებს პოლიტიკურ კონკურენციაში, რაღაცა საფრთხობელის რაღაცა იმიჯი აქვს უკვე შექმნილი და ასეთი იმიჯი შეიძლება შეიძინოს რესპუბლიკურმა პარტიამ გამომდინარე აი ამ მაგას რაღაცა რადიკალიზაციისა და რა შედეგებითაც შეიძლება დასრულდეს, ხო? ხო და მეორე ორბანის ფიცოს ეს არის უახლოესი არჩევნები. ძალიან ჭრება უნგრეთში ირაკლი ის რა ქვია ორბანმა იმ ხელა სხვაობა გამოკითხვით იქ სერიოზულ მოდი ვივარაუდოთ 58% იყო ორბანმა წააგო არჩევნები რა ხდება შენი ვარაუდით ჩემი ვარაუდით არაფერი შეიძლება ხელისუფლება და არ მგონია რაღაცა დიდ გართულება ანუ ვერ დაძლიოს არ მოხდეს ეს რა ქვია ტრანზაქცია შეიძლება რაღაც გარკვეული პატარა კრიზისი იყოს, მაგრამ მაინც შუაგული ევროპა არის და ყველა ჩაერთვება იმ დაწინებულ იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც უნდა მიიღოს და აჩერებს. მე აუცილებლად, მაგაში ფიცო იმუქრება, რომ მაგით თუ არა, მაშინ ჩვენ მიზავთ. ხო, მე მგონია, რომ ეგ დახმარება საერთოდ ის თანხა არა. რა თქმა უნდა, ეს არის ეთიკვირის თანხა. არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, აქ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ რაც უფრო მეტი ევროპული ქვეყანა იქნება ტრადიციული ევროპული ღირებულებებზე, ხო, საერთო პოლიტიკური განწყობით უფრო ძლიერი იქნება ის როგორც სტრუქტურა, ხო?
ეგ არის აქ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ბევრი სიგნალი ამისთვის, რომ რუსეთიც ემზადება მორჩენებს ჩასარევად, კიდევ ერთი პარალელი ნახე, წარმოიდგინე ურბანის მოკავშირეები, იქით რუსეთი აქეთ ვენს აპირებს ჩასვლას, როგორც მე ვიცი. შეიძლება შეცვალ რაღაც. აი წარმოიდგინე ორივე მხარეს და რუსეთი ეხმა ურბანს. ანუ აი კიდევ ერთხელ გეოპოლიტიკასთან რომ მიდიო რა. სადიკოთება ისევ საერთო ინტერესები. თუ შენ გინდა რომ საერთო კანდიდატს დაეხმარო, ეს რას ნიშნავს? თუ შენ სავარაუდოდ თანამშრომლობ ინფორმაციას გაცვლი რაღაცებს, როგორ დავეხმარო თან ჩვენს ამ თანამშრომლობ ფორმატი, რაღაც ხაზი გექნება კომუნიკაციის აუცილებლად იმისთვის, რომ თუნდაც კოორდინირებულად იმოქმედოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური ხარდაჭერა მიიღოს შენთვის ასულმა კანდიდატმა. ანუ კონკრეტ იქნება ამერიკისა და რუსეთის თანამშრომლობის სფერო ადმინისტრაციის ევროპაში ხამარჩევებს. აი ეს არის მთელი ირონია და კურიოზი თანამედროვე პოლიტიკური რეალობის, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატების შეთანხმდა ოდიოზურ ფიგურაზე ორივეს აწყობს ორბანის ადმინისტრაცია, რომელიც სულ ახლახანს ამხილეს დაახლოებით იგივე კორუფციის ფაქტში, ანუ ისეთი სასახლე აქვს. ჩვენთვის ნაცნობი დეკორაციებით ზებრები ყავდა. და ასე შემდეგ და ანუ იმედი მაქვს რომ ორბანი დამარცხდება მარჩევნებში, მაგრამ ლოგიკაც ამას გვეუბნება. თუმცა ეს ორი დიდი ვეშაპის მხარდაჭერა საკმაოდ სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალაა. მაინც. როგორც ახლა ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, ნახე ჩანაწერების გამოქვეყნა, როცა ნახეთ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის ლავროვთან იქ. უსმანოვი არის ის ოლიგარქის დადაზე რომ ევროპულ სანქციების მოხსნას თხოვს თქვა ლავროვი და ანუ კონტაქტები არის ახლა უმაღლეს დონეზე როგორ მეტირადი და ახლა ეს ყოველდღიურად არის პირადი სათხოვრით რომ მოვიდე მე ხარ როგორც ქვეყნის ლიდერი და შენ რაღაც თხოვ აი საგარეო საქმეთა მინისტრი გასაგებია იმ ოლიგარქმა თხოვა ლავროვი მინისტრს და თავის არხებს იხენებს იმისათვის რომ ვიღაცის დას მოუგზავნოს საზღვარგარეთ და ალბათ თავის გასართობად ისევ ჩავიდეს ევროპაში ხა არ მგონი რაღაცა სამეცნიერო საქმიანობით იყოს დაკავებული ადამიანი და ცერჩი არ უშვებდნენ რა აქედან გამომდინარე გასაგებია რა ტიპის ურთიერთობებია რა ხასა რა ბუნების ურთიერთობები არის ხო ეს არ მრავლის მეტყველი რაღაცაა ძალიან რომ აი ეს ზნეობის პრინციპების რაღაცა მოწვეთა და შეიძლება დაუმალავად უკვე ადამიანი პირდაპირ ანუ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ეს გამდის ეს მინდა მე რაშენ არ გინდა შენ რო იყო ჩემ ადგილას აი რაღაცა ამდაგვარი ნიშნის მოგება ეს რაღაცა უკვე თანამედროვე ტრენდია თითქოს პოლიტიკის აი სადაც აღარ იმეორება მე იმედი მაქვს რომ მაინც ამ კრიზისს ანუ ევროპასთან ერთად უნგრეთი გადალახავს რა ეხა შუაგული ევროპაა მაინც და ჩვენ შემთხვევაში ხა მოდი ჩვენს ვითარებას დავუვნეთ აქ იყო მნიშვნელოვანი პატარა სიგნალი რა იყო დეტალები თუ გაქვს რაღაცა შენ ინფორმაცია ან თუ არა ვივარაუდოთ დაახლოებით რაზე იქნებოდა ეს პატარა კავშირის ეპიზოდი რუბიოს ადმინისტრაციიდან და ორბანის მარცხის შემთხვევაში აქ როგორც პოლიტიკური სიგნალი რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ასე თქვა ამიცვლის ხო ანუ რაღაცა ციკლონი იქნება ჩვენთვის ციკლონი არ იქნება ჩვენთვის გამოდარება ალბათ ნორმალური ადამიანებისთვის ვიღაცებისთვის ციკლონი იქნება აი ამ ციკლონის შექმნის შემთხვევაში შეიძლება თუ არა შეიცვალოს რაღაცა პოლიტიკური განწყობები დათმობებისკენ მაგალითად წავიდეს ან არ ვიცი კონკრეტული ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს მაგრამ ფაქტი არის რომ ინტენსიფიცირებულია ბოლო თვენახევარი და ახლა ბევრი სხვადასხვა ფორმა ბევრი არა მაგრამ რამდენიმე ფორმატი იყო სადაც სხვადასხვა რანგის ასე ვთქვათ ან ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ შეხვედრებზე ან დელეგაციები იყვნენ მათ შორის კონსერვატული თემებზე სენატორის მიწვევში და ასე შემდეგ ფაქტია რაღაცა არ იძრა ის რომ ელჩი არ არის საქართველოში ეს მიანიშნებს ზუსტად იმას რომ მკვეთრი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული ზუსტად ესერხთან მიმართებაში თუმცა ცალსახადი ითქვა სახელმწიფო დეპარტამენტისგან რომ ქართულმა მხარემ იცის რა წინაპირობები არის იმისათვის რომ ეს ურთიერთობების გადართვის თუ რეალური იყოს და ეს განცხადება ცალსახად მენიშნებს ჩემისათვის რომ ეს არ არის ასიკეთო განცხადება ქართული ოცნებისთვის თუ რაღაც განსხვავებული ზავნილი იქნება მას პირდაპირ იტყოდნენ აი არ ვიცი აი ორბანის სტილში ორბანის ხარდაჭერის ან რაღაც აი ამ საერთო ხაზზე რო ჯდებოდეს ეხა რეალურად ქართული ოცნება მე მგონია რომ ამაზე სიგნალი იქნებოდა ძალიან გამიკვდება რადიკალურად თუ შეიცვალა არც ამას გამოურიცხავ ეხა ამ ადმინისტრაციის პირობებში არაფერს გამოურიცხავ არ შეიძლება საერთოდ ოპოზიცია იქნება თუ ნებისმიერი აქტორი ქართულ პოლიტიკურ ველზე ყველაფერს უნდა თვლიდეს
ყველანაირ მოვლენათა განვითარებას. მე არ ვარ დარწმუნებული სხვათა შორის, რომ ოკეი, კარგი ტალღა, აი იქნება თუ არა ტალღა, ამაში არ ვარ დარწმუნებული, თორემ თავისთავად კარგი პრეცედენტი იქნება. ის რომ ორმანმა ძალაუფლება დაკარგოს, ხო? იმ თვალსაჩინო რომ დემოკრატიული ძალების გაძლიერება ყველგან და დაბრუნება მათ შორის, ხო? ესეთი არაოლიგარქიული ტიპის და არა ესეთ კავშირებში ეჭვმიტანილი რუსეთთან და ასე შემდეგ, ბუნებრივია ეს აძლიერებს ყველა იმ სახელმწიფოში თავისუფალი საზოგადოების ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად, იქნება საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა და ჩვენთვისაც ეს ძალიან კარგი იმპულსი იქნება და მათ შორის შეიძლება მეტი მუხრუჭებზე დაფიქრება აიძულოს საქართველოში ხელისუფლებასაც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ მე მგონია რომ ის საკმაოდ პრაგმატულად უყურებს მაინც მოვლენებს რა, მიუხედავად იმისა რომ ბევრს ჯერა რაღაცა პირდაპირ იმართება და რაღაც ესა მე არ მაქვს ესეთი კვეთრი დამოკიდებულება არასოდეს არ მithქოს ეს ღიაც პრინციპში არ ვფიქრობ რომ ეს მაინდა-მაინც ასე არის. უბრალოდ ის რა ტიპის მართლობად იქცა დღეს ქართული დემოკრატიული ასე ვთქვათ პროცესის სიკვდილს რო უყურებთ ხო და რა ტიპის სახელმწიფო ვყალიბდებით ეს არის გვერდითი შედეგი პირველ რიგში იმ სისტემისა რის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ ძალაუფლების ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის და ფაქტობრივად ეხა ერთპარტიული მმართველობის ან ფორმალურად ან არაფორმულად ერთპარტიული მმართველობის დასამყარებლად ხო ეგ რაღაცა ბეწვის ხიძი არის პარტიების აკრძალვის საკითხი და რაც შემდეგ ანუ დემოკრატიული ეროზია ასე თუ ეროზია თქვა თუ სიკვდილი არ არის ჯერ არ ვიცი ესეც შეფასების ამბავი ალბათ პოლიტიკის მეცნიერებმა უნდა თქვა რეალურად და დამყარდა უკვე ალბათ ავტოკრატიული მმართველობა ცალსახად და უფრო მივდივართ უკვე კიდევ უარესი ფორმისაკენ ჩემი აზრით. კი ბატონო. ამიტომ მე არ ვარ ესე ცალსახად დარწმუნებული რომ იქ რო შეიძლება ავტომატურად რაღაც ესე მოხდება ეგეთ რაღაც არ იქნება. თუ სხვა გეოგრაფია პირველ რიგში, სხვა სამეზობლოა, სხვა რეგიონი არის, აგერ ვნახეთ იმ რუბიოზარს ირანის ელჩის განცხადება მოყვა და მავიცა იმ ხალხისაგან რომელიც მუდმივად სუვერენიტეტზე და ღირსებაზე საუბრობს ამ განცხადებაზე ესეთი პასიური კრინტი რაცა ხმარავის ამოუღია რაც რეალურად მიანიშნებს რომ თავმოყარეობა შერჩევითი არის თუნდე მაინც ვიღაცებისთვის საგარეო პოლიტიკური თავმოყარეობაზე მაქვს საუბარი ხა არ არის რომ რაღაცა დემარშები და რაღაცა ის მოგვეწყო ობსტრუქციები ღია რაც საფრთხეებს შექმნა ქვეყნისათვის ბუნებრივია ესეთ ვითარებაში ყოფილი ქვეყნისთვის უკიდურესი სიფრთხილე აუცილებელი არის იმ ვითარებაში რაშიც უართ უკიდურესი პრაგმატიზმი და საკუთარი ინტერესების წინ დაყენება მაგრამ ну რაღაცა ქენი რა არა ელემენტარული დიპლომატიური ენა დაიბარე და უბრალოდ ჩაიკითხე აი მე სწორედ გაგიგე თუ რაღაცა სხვას გულისხმობი რა აი ხო ხტები რა ელემენტარული არაფერი ისე დახურულ ყალს მიღმა თუ მინდა ერთი პრეს რელიზი გამოუშრობოთ შეხვდეთ განიხილეთ რაღაცა რეგიონში ვითარება და რაღაც ეს ნუ არაფერს რო არაკეთებ ნუ აი მე კითხვების ბუნებრივად ჩდება რომ ყალბია შენი რიტორიკა რა სინამდვილეში და რაღაც საგარეო პოლიტიკური მასკი არ ემსახურება მაშინ ემსახურება იმას რა ქვია შენ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს რა ხო აი ძალიან მარტივია ალბათ ევროპის ლანძღვა როცა იცი რომ იქიდან ცივილიზირებული მხარეა და მის ამ რიტორიკაში ის არ აყვება და აი იქ სადაც შეიძლება მოყვეს როგორც რიტორიკაში აყოლა ასევე შეიძლება რაღაცა მოქმედებაც აი ესეთი უპრინციპობის ვიცი მოწმეები ვართ რა სამწუხაროდ რა ხო აი ახლა ამ ვითარებაში რომელშიც თანამედროვე სამყარო არის წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში რა შეიძლება შეიცვალოს აი ამ კაპიტალით რომელთაც ის მიდის არჩევნებამდე თუ კი ის დამარცხდა ამ არჩევნებში შეიძლება ჩვენ აი ამ ფონზე უკვე ვიხილოთ გადახედოთ თუნდაც საომარი ასე თქვა პროცესების რომელიც შეიძლება არჩევნებამდე მიაღწიოს თუ ეს არჩევნებამდე მიყვა ეგ ესე იგი ჩათვალე რომ ისეთი ომი არის თავის ხასიათით რომ ვერც ის ვერ გამოვა მე მაინც ვერ გამოიყვანს გასაგებია რომ კონგრესში წაგება ეს მნიშვნელოვანი მოხრუჭები იქნება მაგრამ მაინც რჩება მას საგარეო პოლიტიკურ ვალდებულებებში ეს არენაზე თავისუფლება მოქმედების პრეზიდენტს გულისხმობ თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებები იქნება ომის წარმოებისთვის თუ ელემენტარულად თავდაცვის ბიუჯეტი ასე შემდეგ ფერმერების საკითხებთან კავშირში მყოფი თემები
ეს ყველაფერი აერევათ, რა თქმა უნდა. აქვთ მათ მექანიზმები, მათ შორის რომ ეხანდელი მაშიც კი ვერ რა ქვია, დემოკრატები თუ ხარს არ დაუჭერენ, ეს გადალახვის გზები არსებობს, ეს რაც ღრიჭოები არის, რომ მაინც შეიძლება დაძლიო უარი გარკვეულ შემთხვევებში. მაგრამ ეს ახლა მაგალითად გაიჟღერა ამან 200 მილიარდიან დანამატზე, რაც მოითხოვა კონგრესისგან ჰექსეტმა თან მიმართებაში. ეს ძალიან დიდი თანხა არის. ინფლაციის გათვალისწინებითაც, თუნდაც წინა კამპანიებს რო შევადაროთ. მე მაინც თავარი არის ალბათ უბრალოდ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებში რა იქნება. იმიტომ რომ მე მგონია რომ არ კოლწად რაღაცა შეუქცევადი პროცესები არის ამერიკაში, ანუ ადმინისტრაციის ცვლილებაც აღარ უშველის, მათ შორის დემოკრატებიც რო დაბრუნდნენ, რაღაც საკითხებს ვეღარ აღადგენენ, იმხელა ესეთი რაღაცების დემონტაჟი მოხდა, რომ არ ვიცი, ხა იგივე USAID და ასე შემდეგ, ხო, და მთელი რიგი საკითხები. მათ შორის ის, რომ ამერიკა ძველებურად ვერ გააგრძელებს ინდუსტრიული განვითარების თვალსაზრისით ცხოვრებას, ეს ამოცანა დემოკრატებისთვისაც იგივე პრობლემაა და რესპუბლიკელებისთვისაც იგივე ჩიპებთან წარმოებაში ბაიდენმა მიიღო ის ცნობილი აქტი და არა ტრამპმა, ჯერ კიდე 20 იყო 21 წელი იყო, აღარ მახსოვს ზუსტად. იმიტომ რომ ეს ლოგისტიკური, ეს ეკონომიკური საკითხები პრობლემები არსად არ წავა იქნება ტრამპი, თუ ამერიკას თუ უნდა რომ დარჩეს გლობალურ ძალად, მას სჭირდება ყველა ის ნედლეული და საწარმოო კომპონენტების გაძლიერება და ასე შემდეგ, ხო, რომელიც ვისაც თქვა ზე სახელმწიფოება და შეინარჩუნოს და უზრუნველყოს, ხა. ეს ამოცანები ცალსახე იქნება, ამიტომ დასავლეთ ნახევარსფეროშიც რა ქვია, მისი გაბატონება ბჭყალებში, სასარგებლო წიაღისეულ მინერალებზე ესე გაწევა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ესეთი რაღაცები მე მგონია დღის წესრიგში დარჩება და მეტნაკლებად ეს რაღაცა ცივილიზაციური საკითხებიც დარჩება გარკვეულწილად ეს ბჭყალებში კონსერვატიული განწყობები, იმიტომ რომ შიდა სტრუქტურული პრობლემები, ეს ულტრამემარცხენე განწყობების გაძლიერება, ვოუკიზმა, რა ქვია, რასობრივმა თემებმა, ყველაფერმა ერთად ძალიან დაასუსტა რაღაცა კულტურული თვალსაზრისით შიდა ამერიკული პოლიტიკური სისტემა, ძალიან დაფრაგმენტული გახდა, აი დასავლური ცივილიზაცია, რაღაცა ის როგორც უყურებენ, ხო, ეს მაგასის თარო, ეს რაღაცა მარგინალური ხედვა მე მთელი პროცესი. ეს რაღაცა ქრისტიანული ხაზით გაძლიერებული, ეს რაღაც თეთრი ანგლოსაქსური რაღაცა გაძლიერება პოლიტიკის, ხო? დიახ. მათ შორის სულიერ ესეთი აი კონსერვატიული მასში შემოტანა, ხო? ეს მგონია რომ დარჩება გარკვეულად დღის წესრიგში, რაღაც დონეზე მაინც მიუხედავად იმისა, რომ სულ შეიცვალოს აი უამრავ დემოკრატებმაც რომ გაიმარჯვონ, მე მგონია რომ მაგალითად რადიკალურ მემარცხენე კანდიდატ შანსი არ ექნება და მეტნაკლებად ცენტრისტი დემოკრატი უფრო მისაღები კანდიდატურა იქნება როგორც ალტერნატივა. დიახ, ისისთვის ავარავთ ვინსი იქნება. მაგასთვის დამახასიათებელი, ასე თქვათ, პოლიტიკურ თვალსაზრისით მაინც შენარჩუნდება როგორი შედეგები დასაბამად. დოზირება არ ვიცი, ეხლა ძალიან არმად უნდა ვიყო ჩახედული ალბათ ამას რომ ამერიკანისტებმა ისაუბრონ ამ განწყობებზე. რაც გარედან იგზნობა იმ ინფორმაციით, რასაც მე ვეცნობი და ანალიზს ვაკეთებ, მე ესეთი განწყობა მაქვს ზოგადად პროცესებთან მიმართებაში. როგორი საკითხია, იცი, არ ვიცი მე მაშინ ვისაუბრე თუ არა, რა, ის რომ თუნდაც იგივე ევროპაში ნაკლება ადამიანს უნდა და ძალიან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ უნდა და სიცოცხლე გაერისკა უსაფრთხოებისთვის, აღარ უნდა ჯარში სამსახური, აღარ იყო გაწვევები, თავდაცვის ხარჯები მცირდებოდა, ეს ყველაფერი გარკვეულ ცივილიზაციურ აი კულტურულ ასპექტებსაც უკავშირდება, რომ ადამიანი ორიენტირებულია მეტნაკლებად ყოველდღიურობაზე, მის აი დღევანდელ ყოფაზე, დღეს უნდა რა ვიცი უსაფრთხოდ იყოს, რაღაცა სხვა ინტერესები ქონდეს დაკმაყოფილება და არ ფიქრობს რაღაცა ისეთ საკითხებზე, რა ისთვისაც სიკვდილი შეიძლება ღირდეს რა. ანუ მატერიალისტური არის, მარტოსულია უფრო, აი დაშლილია როგორც საზოგადოების გათვითკაცებული არის უფრო დასავლურ ცივილიზაციაში დღეს ადამიანი და სოციალურმა ქსელებმა ეს საერთოდ უბრალოდ გაანადგურა და კიდევ უფრო ხელი შეუწყო. აი ის რაც საზოგადოებას კრავს, რის გარეშეც დიდი ჯგუფები საზოგადოებრივი შეიძლება შეიკრას, ხო? სულ ცოტა საკითხი არის დარჩენილი. აი ეს რელიგიური სულიერი, არ ვიცი, ოჯახია ვიღაცისთვის თუ რაღაცა, აი სამშობლო საკითხი მისთვის თავგანწირვა. ეს ყველაფერი საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის და პირდაპირ უკავშირდება მათ შორის უსაფრთხოებასაც ამერიკაში. მე მედო მაგალითად რენდისა და კიდე რამდენიმე ანალიტიკური ცენტრის კვლევები ბრძოლის ნებაზე.
ამერიკულ საზოგადოებაში ეს პირდაპირ ეს will to fight რაც არის როგორც უშუალოდ ამერიკულ ჯარში ისე ზოგადად საზოგადოებაში იქ რაც სწორედ ეგ არის დასკვნილი რა ესეთი საზოგადოებრივი ფონი კულტურული რაღაც პოსტმოდერნული აი საზოგადოება კრიზისს განიცდის მათ შორის აი ამ თვალსაზრისითაც და ეს ნება რაღაცა მასკულინური რაღაცა ის იყოს წინაპლანზე არის ძალიან ნიველირებული ჩამქრალი საზოგადოებაში რაღაცა პატრიოტიზმთან დაკავშირებული სამშობლო როგორც ესეთი ცნება და ცნება სხვა მნიშვნელობას იწვევს აი ამასაც უკავშირებენ მათ შორის აი იგივე პირდაპირ მე ეს დადის ისეთ საკითხების ხარდაჭერას როგორც არის გაწვევა მაგალითად გაწვევების სამსახურის აღდგენა დღეს რასაც ძალიან დაუბრუნდნენ იგივე ევროპული სახელმწიფოები და ამერიკაშიც კი არის რაღაცები მაგრამ სასურველი აი კავშირში ეს ყველაფერი რა ამიტომ მგონია რომ ამ საკითხებზე თუ უნდათ როგორც ეს კვლევებიც აჩვენებს მუშაობა გარკვეული საკითხების წინა წამოწევა სულიერის როდესაც გააძლიერებს ადამიანში სურვილს რომ რაღაცა შენ დღევანდელობაზე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რისთვისაც შენ შეიძლება თავი გადადო კი ეს იქნება მნიშვნელოვანი მე ამას წინათ მოვიყვანე ერთ ცნობილი TED Talk-ი არის ამერიკელი ვეტერანის რა იქ სწორედ ზუსტად მაგაზე საუბრობს რომ ეს sense of brotherhood-ი მენატრებოდა ვერაფრით გადავიტანე რომ იქ მე ვიყავი იქ სხვისი სიცოცხლე მისიებში ანუ ერაყში უფრო ფასობს ვიდრე ჩემი ჯარისკაცული ესუფთა ჯარისკაცული მიდგომა რა მეომრი ფილოსოფია და როცა საზოგადოებაში დაბრუნდა თითო კაცთა ისევე როგორც ჩვეულებრივი ამერიკული საზოგადოება ხო ხდები მარტოსულად იგზნო თავი და დეპრესია და ეს ტრაუმა და ასე ანუ ერთი შეხედვით შეიძლება ხა ძალიან თემებზე გადავედით ჩვენ მაგრამ საერთო ნიშნით ეს ყველაფერი ქმნის იმ ატმოსფეროს იმ უსაფრთხოების არქიტექტურში საზოგადოებაში დგენელს რაც განსაზღვრავს მე იმ resilience იქნება, მედეგობა იქნება, შენი დამოკიდებულება შენი ჯარის და მთავრობის მიმართ, დობის საკითხი, თანამონაწილეობის საკითხი, ეს ყველაფერი მე საარჩევნო ხმებში მიდის. ანუ პოლიტიკებში ითარგმნება. მეტი დაკვეთა ხდება, თქვათ სამხედრო პატრიოტული რიტორიკის და ასე შემდეგ. დიახ, აი მთელი უცნაურობა მე მთელი აი ამ მედეგობის გამომუშავების უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს აი პოლიტიკის ფორმირებით. მოდი ახლა საზოგადოებაში მაგალითად დავამკვიდროთ გაწვევა და უცებ იმუშაოს შემდეგ ამ გაწვევა. ანუ ეს რეზილიენცი ისევ კრიზისებიდან შექმნა, ხა კრიზისს ხელოვნურად ვერ შექმნი, რომ ბროვადო გააძლიერო, ხო, აი რასაც შენ საუბრობდი. და ისე კი თან აი ამ ლიბერალურ კეთილდღეობაში იყო და ბროვადო დააბრუნო და უშუალოდ ყოველდღე 4 წესრიგში, იმიტომ რომ პოლიტიკა გაქვს ესეთი. და საზოგადოებას უბრალოდ დაუნები მოდი გაიხსენე რა ჩვენ პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომში რა ასე თქვათ ვალორი ქონდა და რა ინთულობა ქონდა ანუ ესე ვერ დაარწმუნებ ახლა ეს ადამიანი აქ საყურა რო უკეთია და ესე შემდეგ ესე არ გამ ეს მოდის როგორც გვერდითი ეფექტი ყოველთვის მოდის ანუ რაღაცა დაძაბულობიდან კრიზისიდან მოდის უკვე თუმცა ეფექტი არის მათ შორის გერმანიაშიც უკვე გაწვევის საკითხი მოხალისეობის საკითხი არის მთელს ევროპაშია გაზრდილი დიახ ჯარებში კომპლექტაციის საკითხი რა აი ბოლო 2 წელიწადში გერმანიაში გაცილებით ბევრი ადამიანი გამოვიდა მოხალისეთ სურვილი გამოთქვა სამხედრო სამსახურში ვინმე ის ხო წინა წლებში რა ეს ზუსტად ის არის რასაც შეიძლება ეს არის გვერდითი მოვლენა კრიზისებს შვედეთშიც იგივე სურათი არის ფინეთშიც პოლონეთში საერთოდ და სურვილით ეს არ გამოდის ანუ სურვილით არ გამო ამერიკის შეერთებული შტატებში მე ბოდიში რო გაწყვეტინებ მე პოლიტიკასაც შენი პოლიტიკითაც ხელს უწყობ რო იმუშავა აგიტაცია, პროპაგანდა პოზიტიური, ასე შემდეგ პატრიოტული ზომბების წინაწალზე რაღაც ისტორიული მაგალითები და მე ნუ კუმულატიური ეფექტი იქნება, მოდი ესე ვთქვა. მაგრამ აი მთელი პრობლემაც ეგ არის. მაგრამ კრიზისი ხელოვნურად ვერ შექმნი რომ ეს გააძლიეროდა. თან კრიზისიც არ გვინდა. მოკლედ რთული საკითხია. მაგ საინტერესოდ ვისაუბრეთ. საინტერესოდ ვისაუბრეთ, ყოველთვის გამიხარდება შენი სტუმრობა და დიდი იმედი მაქვს რომ ბუდუად იქნები ჩემთან ესეთ რთულ ანალიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში. მეგობრებო, ეს გახდათ გიორგი ანთაძე, მე წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, ჩვენ გემშვიდობებით შევხვდებით მომავალ კვირას. მადლობა.